შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. ცუდი ამბები მეოთხე. ზამთარი ხეებს დააზრობს, ფოთლები ჩამოსცვივაო, სასიმღერო. კარისმერეთში დედის გამგზავრების მერმე კორნელი კიდევ უფრო დანაღვლიანდა, ხოლო არალეგალური ჟურნალის ჩავარდნამ, რომელშიც მისი მოთხრობა დარო უნდა დაბეჭდილიყო, ძალიან დაამწუხრა. კორნელის კიდევ 2 გარემოება სტანჯავდა, დღისით მაიორის უნიჭო ცოლის სიმღერა და ღამით კი მეზობლის, მასწავლებელ სევერიანე ქელბაქიანის ძუძუმწოვარა ბავშვის განუწყვეტელი და გულამომჯდარი ტირილი. ბოლოს გაიგო კორნელიმ რა ატირებდა ასე გულსაკლავად მეზობლის ბალხს, მშიერ დედას, ანეტას, ძუძუ გაშრობოდა. ნოემბრის 10 რთველის მერე კარისმერეთიდან თბილისში ტერეზა ჩამოვიდა, სანოვაგით და ხილით სავსე კალათები ჩამოიტანა. ზამთარი ახლოვდებოდა და იგი წინდის ჩხირებით და თავისი დამჭკნარი თითებით შალის წინდას უქსოვდა შვილს, დაჭრილი ფეხი რომ თბილად ჰქონოდა. ხანდახან გადახედავდა ავადმყოფს, თავისი მადლიანი, ჭკვიანი, მეტყველი და სიყვარულით სავსე თვალებით და ჯავრიან გულს დაუამებდა. კორნელის სოფელი თავისი ბავშვობა აგონდებოდა და შვილისადმი დედის სიყვარულზე იწყებდა ფიქრს. შვილის სიყვარულის გამო ქალი ადვილად და უდრტვინველად ასრულებს დედის ყველა მოვალეობას. რაგინდ მძიმეც არ უნდა იყოს იგი. დედისათვის არ არსებობს არავითარი ისეთი დაბრკოლება და ტანჯვა, რომელიც მან შვილს სიყვარულის გამო არ გადაალახინოს და არ აიტანოს. შვილისათვის ზრუნვა და თავგანწირვა დედას სამარის კარამდე თან გაჰყვება. აგერ დედაჩემი სიბერისა და უძლურების ჟამსაც ჩემდამი ისეთ მზრუნველობას, გამძლეობასა და მხნეობას იჩენს, რაც ახალგაზრდა ქალსაც კი გაუჭირდებოდა. ფიქრობდა კორნელი. მერმე გამხდარ მუხლზე შეახო ხელი დედას და მის მეზობლად მცხოვრებ სევერიანე ქელბაქიანის ცოლს, ანეტასა და მისი ავადმყოფი ბალღის გამო უამბო. დედავ განახა რა ხალისით, სიყვარულით და სიფრთხილით დასტრიალებს დედა იმ ავადმყოფ ბალხს, რა დაუზარებლად იღვიძებს ის საცოდავი შვაღამით იმისათვის რომ შვილს ძუძუ აწოვოს და საჭმელი ან სასმელი რამ მისცეს. მაგაში საკვირველი არაფერია, მიუგო დედამ. წინდის ჩხირები და მორგვი კალათაში ჩაიდო, შვილს შეხედა და განაგრძო. მას შემდეგ რაც ქალი დედა გახდება, გულში ბავშვისადმი უსაზღრო სიყვარული იღვიძებს. ის ბავშვი ანეტას პირველი შვილი როდია, მისი მოვლა რომ არ იცოდეს, თუმცა ეგ ქალისათვის არაფერს არ ნიშნავს, თუნდაც ბავშვი სიყრმის შვილი პირმშო იყოს და ქალი კი გამოუცდელი, სულ ერთია. დედა ისეთი მოხერხებული ქცევით და ზრუნვით ეპყრობა შვილს, თითქოს იგი ქცევა და ზრუნვა მთელი მისი სიცოცხლის და წინა თაობების გამოცდილების შედეგი იყოს.
საოცარია დედის ეგ მშობლიური ინსტინქტი და შვილისადმი სიყვარული. დასძინა კორნელი. ტრის ვერავითარი ლაშქარი, თავს დატეხილი ქარიშხალი და საშიშროება ვერ დააფრთხობს დედას და ააღებინებს ხელს შვილის დაცვაზე და სიყვარულზე. ამბობს ერთი დიდი მწერალი. ასეთ კბილად საუბრობდნენ ტერეზა და კორნელი შვილისადმი დედის სიყვარულზე და ორივენი კარგად გრძნობდნენ დედასა და შვილზე თქმული მათაც რომ შეეხებოდათ. ოთახში დეიდა ელენე შემოვიდა და ღიმილით თქვა: ერთი შეხედეთ ამათ, რა ტკბილად ჭუკჭუკებენ. ნუ გეშინია კორნელი, შენთან ჯდომა და საუბარი ტერეზას არ მოსწყინდება. კორნელიმ დედას და ელენეს შეხედა და მათი მსგავსება მეტად გაუკვირდა. მალე კორნელის უკეთესობა დაეწყო. გარდა ჭრილობის ადგილობრივი მკურნალობისა, საერთო გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა შედეგად ავადმყოფის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდებოდა. კორნელი ხშირად ჯდებოდა საწოლზე, ფეხებს იატაკზე ჩამოუშვებდა, ფეხზე დგომას ეჩვეოდა, მაგრამ კიდურისაკენ მოწოლილი სისხლის გამო დაჭრილი ფეხი უმალვე უსივდებოდა და ულურჯდებოდა. ახლა ამოზრდილ შეუჩვეველ კანში თითქოს ეკლები ერჭობოდნენ. ექიმმა აბაზანები დაუნიშნა და კორნელიც დილა საღამოს დედის მიერ მიტანილი თბილი წყლით სავსე კასრში ყოფდა დაჭრილ ფეხს. მალე დაჭრილ ფეხზე შალის წინდა და ქეჩის მოკლე ყელიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა და ბოლოს ოთახში ყავარჯნებით სიარული დაიწყო. მალე შრომის უნარიანობაც დაუბრუნდა. ამ ხნის განმავლობაში კუკური ზარანდია არსად ჩანდა და კორნელიც მედიცინის ნაცვლად ფილოლოგიამ და ფილოსოფიამ გაიტაცა. როდესაც მზე დასავლეთისაკენ გადაიხრებოდა და სანაპირო ქუჩაზე დათა მიქელაძის ბინის სარკმლებს მიაშურებდა, კორნელი სასადილო ოთახში შევიდოდა. სარკმელთან დაჯდებოდა და მზის ჩასვლამდე წიგნს კითხულობდა. სასადილო ოთახის სარკმელები სანაპიროზე გადიოდნენ. სარკმელების წინ დიდი ჭადრები ჩარაზმულიყვნენ. ქუჩის იქით მყისვე მაღალი ნაპირი იწყებოდა და ქვეშ მტკვარი მიედინებოდა. მტკვრის გაღმა ვერის ხიდიდან, ვერის ბაღისაკენ მიმავალი ქუჩა, გორაკი. გორაკის თავზე კი სასაფლაო, მაღალ გუმბათიანი ეკლესია და ყორღანოვის ქუჩაზე გაშენებული სახლები ჩანდა. მერმე კი ქალაქის განაპირას ერთბაშად აზღუდული მთები, ფუნიკულიორი და სოფელ წყნეთის ტყე. საათობით შეეძლო კორნელის სასადილო ოთახის სარკმელთან ჯდომა და მტკვრის, ქალაქისა და მთებისათვის ცქერა. ყავარჯნებს კუთხეში მიაყუდებდა, წინ სკამს დაიდგამდა, დაჭრილი ფეხი რომ დროდადრო ზედ დაედო. სარკმლის ფართო რაფაზე წიგნებსა და რვეულებს დაალაგებდა და შინ თუ არავინ იყო წიგნის კონსპექტის შედგენას, ან კიდე ლექსებისა და მოთხრობების წერას შეუდგებოდა. სასადილო ოთახში აჩემებული სარკმელი და სარკმლის რაფა კორნელის საყვარელ ადგილად იქცა და დედა დაცინვით ეუბნებოდა: ბარემ ქვეშაგებიც მანდ მიიტანე და ზედ გაშალე. 7 ნოემბერს ქალაქში ხმა გავრცელდა. ოზურგეთის, ახალსენაკის, თელავის, დუშეთის, გორის მაზრებში და სამაჩაბლოში მომხდარ აჯანყებაზე. მეორე დღეს კორნელის სანახავად მარო მივიდა. უბედურება მოხდა. უთხრა მან კორნელის და მოცელილივით დაჯდა სკამზე. რა მოხდა? გაუკვირდა კორნელის. სერგო ქავთარაძე, ვანო, ნიკო და კიდევ ბევრი ჩვენი ამხანაგი დააპატიმრეს. რას ამბობ? ვანო 2 კვირის წინ იყო ჩემთან. დიდხანს იჯდა აქ, თითქოს წინასწარ გრძნობდა, რომ მალე ვერ შევხვდებოდით ერთმანეთს. ახლა შეიძლება გაგიმხილო საიდუმლოება,
რომლის შესახებ ლაპარაკი წინათ არ შეიძლებოდა. ამ დაპატიმრებამ ჩააგდო კარგად მომზადებული აჯანყება. საგანგებო რაზმის აგენტებმა შეძლეს არა მარტო სამხედრო რევოლუციური შტაბის წევრების დაპატიმრება, არამედ ბევრი მუშა, გლეხი და ჯარისკაციც კი არის დაჭერილი. საკვირველია, ამის მერე რატომ არ დაიწყო აჯანყება? სამხარეო კომიტეტმა დადგენილება მიიღო, გადაედო აჯანყება, მაგრამ ზოგიერთმა პარტიულმა ორგანიზაციამ დროზე ვერ მიიღო ეს დადგენილება და მანამდე დანიშნულ დღეს გამოვიდა. დასაწყისში საქმე კარგად მიდიოდა. ხელისუფლება ზოგან აჯანყებულთა ხელში გადავიდა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთმანეთისაგან მოწყვეტილი აჯანყებების ჩაქრობა ადვილი აღმოჩნდა. სოხუმში ჯარისკაცთა აჯანყების ჩასაქრობად სამხედრო გემებიდან გადმოსხმული დესანტის დახმარებას მიმართეს. დამსჯელი რაზმები ანადგურებდნენ აჯანყებულ სოფლებს. ციხეები სავსეა პატიმრებით. სამხარეო კომიტეტის წევრებიდან მხოლოდ ზოგიერთებმა შეძლეს გაქცეოდნენ დაპატიმრებას. ქალაქების განტვირთვის საბაბით მენშევიკები ახლა საქართველოდან ასახლებენ ყველას, ვიზედაც ეჭვია მიტანილი ბოლშევიზმისადმი თანაგრძნობაში. საქართველოში მიმდინარე აჯანყება მათზე არანაკლებ აშინებს დენიკინს. მიღებულია ცნობა, რომ მან თავისი ზურგის უზრუნველსაყოფად წილი თავისი ჯარისა საქართველოს საზღვრებზე გადმოისროლა, მაგრამ ვერავით არის დენიკინის ჯარები და უცხოური დესანტები მათ ვერ უშველიან. მაროს წასვლის მერმე კორნელი სასადილო ოთახის სარკმელთან დაჯდა და უკანასკნელი დღეების ამბებზე დაიწყო ფიქრი. არალეგალური ჟურნალის ჩავარდნა, აჯანყების მონაწილეებისადმი შეუბრალებელი მოპყრობა, მეგობრების დაპატიმრება, ყოველივე ამან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა კორნელიზე. გულზე ნაღველი შემოაწვა. იგი საშინელ რაღაც სულიერ მარტოობას გრძნობდა და არა მარტო თავისი ოთახი, არამედ ქალაქი, მთელი საქართველოც საპყრობილეთ ეჩვენებოდა. იგი სასოწარკვეთილებას მიეცა, რასაც შემდგომში მოღრუბლული და უხალისო დღეები უორკეცებდნენ. ზამთარი ახლოვდებოდა. ქუჩებში დამდგარი გუბეები ღამით თხელი ყინულით დაიფარა. კავკასიონის ქედებზე კუპრისფერი ღრუბლები დაეშვნენ და მთები გაუჩინარდნენ. ქალაქს სუსხიანი აშარი ქარი ეკვეთა. ქარი მტკვრის ხეობას მოჰყვებოდა, სანაპირო ქუჩაზე გამწკრივებულ დამზრალ ალვის ხეებს, ჭადრებსა და ნეკერჩხლებს აწყდებოდა, მათ გაყვითლებულ ფოთლებს იტაცებდა და შორს მიაფრენდა. ქარი გრიგალად იქცა, სახლის სახურავს რკინის ფურცლებს აგლეჯდა, დარაბებს აწვალებდა, ბოძებზე გაჭიმულ მავთულებში ზუზუნებდა, კნესოდა და ღუმელების მილში ჰკიოდა. თითქო ქალაქს მავნე სულები შეესივნენო. ის გუგუმი, ზუზუნი და კივილი ქვეყნის გამოტირების ჯოჯოხეთურ ჰანგებად მოესმოდა კორნელის. ბოლოს გრიგალი ჩადგა.